სერიალ ტიფლისის მთავარი მხარდამჭერია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015. სამშენებლო კომპანია დაკი წარმოგიდგენთ. შემიძლია ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. შვიდად ეხლა დრებს პატივებცეთ. აი, მერტო. გამარჯობა მიშოზია. ვახ, შენ გენაცვალე, შენ აშილო. ეს სად მიყავთ? სად მიყავს და უშვებთ უფროსო. იცი დილით ჟანდარმერიაში ვინ მოათრიეს? ვინ? გოგიას შვილი. ცხვირა ციხეშია? ისე რამდენი ხანია დღისით? თბილისში არ ყოფილვართ, დათა? ერთი თვეა ზუსტად. ძალიან წუხარ მამა შენი მკვდარია. ვიცნობდი მე მამა შენს. და კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის. ხო, ჩემს გამო მოკლეს მამა ჩემი. პორტო ფრანკოში გავემგზავრებით. უკაცნობა. სად? ბათუმში ბნელო. კარგი ლუკა. აქედან მარტო წავალ. ცხვირა უნდა გამოვიყვანო. იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. ნახვამდის. გაუშვი ამათთან უფრო უსაფრთხოდ იქნება. თავს გაუფრთხილეთ ბიჭებო. სერიოზულ საქმეს მოგიდეთ ხელი. აკაური ბახაბუხი მონაგონი იქნება. დაღლილობა სარკია, რომელშიც რომ ვიყურებით საკუთარ თავს კი არა, იმ ადამიანებს ვხედავთ, ვინც გვიყვარს და ვისთვისაც ვცხოვრობთ. კარგია? შვილო, საბა. დიახ, ეს ფრაზაც ჩაიწერე. შემდგომ სტატიაში გამოგადგება. აუცილებლად ბატონო აკაკი. დღეს ღამე იმდენი რამე მითხარით, რომ ერთი კარგი რომანის მასალა დამიგროვდა. გამარჯობა. გათენდა ბიჭებო, გათენდა. გათენდა აკაკი, ზეცა მოვიდა უკვე. ლადოს გაუმარჯოს. ხილი ღამე თვალი არ მომიხოჭავს. თქვენ რატომ გაფხიზლობდით, ქეთევან? თქვენზე ვერ ვიულობდი. ბიჭებო, ხომ არ დაიღალეთ? ჩვენ რა დაქორეს? ნედა სულ ასე ვიღლებოდეთ ქალბატონო ქეთევან. ჩვენი ბიჭები უკვე გარეთ იცდიან. მოვლენ ახლა. ამ დასტებს ხელს დაავლებენ და მთელ ქალაქში დაარიგებენ. აკაკი. იმედია ეს ჩვენი წამოწყება იმ შედეგს მოგვიტანს, რასაც ველოდით. ნუ ღელო ქეთევან. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ისე გაიგებს, როგორც საჭიროა. გამოვაღვიძებთ ამ ქვეყანას, გამოვაღვიძებთ. გამოვაღვიძებთ, მაგრამ ვაი თუ ახლად გამოღვიძებულს ცუდი ხასიათი დახვალს. ხასიათსაც გამოუსწორებთ. ქეთევან, შეხედე რა კარგი გამოვიდა, შეხედე. ქალაქი, სადაც სვერბოზე მეტი მკვდარია.
ქალაქი, სადაც მსხვერპლზე მეტი მკვლელია. ოჯახსა. დიდი მადლობა. დევი რა დალი ჰოი შვენიერი რამ არის მინდა გითხრათ მარა ეს ცხონებული მამა ჩემი რატო ეძახდა ეშმაკის მანქანას ვერ გავიგე თან ჩეჩმა ყოფილა ამ ჩანჩხარში ძნის გავარტყი ბიჭო არის გაუბახტები რა მინდა გაუბახჭი ბიჭო ღმერთმა დაგვიფაროს ყველა დევიას ისევ ძინავს როგორც თუთუს აკვენში ხოლო მოკლედ რას გეუბნებოდით ბატონობა გადავარდა კი გადავარდა მაგრამ რა შეიცვალა ბევრია რა ხოდა მან დავარ მეც არც არაფერი შეცვლა და ზაღლურად ვცხოვრობდით ისევ ვცხოვრობთ ახლა ხან ვინც ცდილობს ჩვენს გასრესვას და ხან ვინ ბატონები რუსები ჩინოვნიკები ყველაზე რთული პერიოდი ახლა ჩვენთვის ორი ბატონი მათემატიკური სიზუსტით აპირებს ჩვენი ქვეყნის გაყოფას შუაზე მოიცა ვინ ორი ბატონი თურქეთი და რუსეთი ეხლა მაშინ და მერე არ არსებობს არჩევანი აი ისტორიას გადავხედოთ სულ ეგრე იყო და ეგრე იქნება მაგრამ ეხლა რა ვქნა ყურები ჩამოვყაროთ მოვისმენთ ყველაფერი კარგად იქნება ბიჭო ეხლა არის ჩვენი დრო ბათუმში რომ ჩავალთ კიბარი კარგ ამბებს დამოხედებს დღეს ჩვენი სტამბაც ამუშავდება ვალ ამილახვარს გუშინდელი ბათხა ბუთქის გამო მათ მეორისგან გვარიანად მოხდება ამაში დარწმუნებული ვარ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ შემოწიალდება ამჯერად აქედან გამომდინარე განებება გამოვიწყდება დანებებას არც ვაპირებ უბრალოდ ეჭვები მჭამს ლუკა აბა გაიხსენებ რაც შენ წეში გავარდი აბრაგად იმის შემდეგ რამდენი რამე დავიდა უკეთესობისკენ უარესობისკენაც რამდენი რამე შეიცვალა მაგრამ ეს თანდები პროცესი როგორი ბატონიც არ უნდა გმართავდეს თავარია ჩვენ ვისაუბრეთ თურქეთს რუსეთს თუ რას თავარია ჩვენ თავისუფლებას მაშინ სახმელო აი მალეც ჩავალთ მოიმზადე კი არის სხვა გელოდება არაფერი რაღაც გაურკვეველ უკაცრავად მაპატიეთ როდეში გამარჯვება მოდი ადამიანებს წვევია უში საღამოსა იყო არც კეთილებში არ იყო არც ადამიანებში არ იყო უში სად ვიყავი აქ ვიყავი და ეს ამბავი არ იყო წავედი და რა მოხდა აი რა მოხდა შესანიშნავი ნათქვამია ბატონო პოლიციელის რა მოხდა და მკვლელებს გარეთ რა მუშავთ ეგ მოხდა ვინ მკვლელებს უშვებთ გარეთ ეგ არ დაწელო ეგ არ გაიმეორო სისულელებს ამბობს რაღაცას გაუშვათ და გაუშვით რა ჯანდამოუბოდა ხა გამაგები ვიცი კითხვა ვერ მოვასწარეთ სროლა დაგვიწყეს კითხვა ვერ მოვასწარი ხო დღეს რო დამისვამს მატინოვი კითხვას რა უპასუხო რასაც პასუხობ ხოლმე გარეთ რო უშვებ მკვლელებს რა გონიაო აი კიდე მოკლედ ვერ გავიგებ გაუშვით ვინმე თუ არა
ეს კაცი ნერვებს მიშვის, გაიგე? არა, არც ერთი გამიკვირდება და არც მეორე, მაგრამ მკითხველმა სიმართლე ხომ უნდა იცოდეს. დამაწყვიტა ამ კაცმა ნერვები გაიყვანე მეთქი რო გეუნები. არიქ ერთი წუთით, ეჭვივიზე გაქვთ. არა ვიზე, არ ვიცი. გაიყვანეთ მეთქი თუ შეიძლება. ჩემით ძალიან გთხოვთ. აი ამ ახალ პროკლამაციაზე რა სიტყვით? გაათხოვეთ ეს კაცი. ბიჭებო, ის მისამართები არ დაგავიწყდეთ. ამ ინტრიგად ხარ, გამოიწიახეთ. რატო მისვა მამსულელურ კითხვებს გამაგებინე? გულიმა გახეთ ხვაზე ისედაც. ეხლა ორივემ გამაგებინეთ. რას დაგიჩემებიათ ეს? უშვებ. მე მინდა რომ უშვებ. მე კიდევ ერთი ამიხსენით რა. აი ამ სისულელებს. როდემდე გაიმეორებთ? იმიტომ ვიმეორებთ მორდეხიჩ რომ გამეორება ცოდნის დედა, მოტყნული დედა, რომელიც არავის აღარ ახსოვს, გაიგე? რას ლაპარაკობს? იმას ლაპარაკობს, თუ გაგვიმართლა დღეს დავიჭერთ იმ დამნაშავეებს ერთი თვეა რომ დავწერთ, აი რას ლაპარაკობს. ორივე დავიწერთ ახს და განმარტებას. მორდეხიჩ, ახლა მომისმინე ყვირილის გარეშე ოღონდ. მე და სისოს არაფერი არ გვინდა უფლების მოცემის გარდა. უფლება მომეცი და მე ჩვენ ვიმოქმედებს და დავიჭერთ იმ ხალხს და მნიშვნელობა არ ექნება ვინ იქნებიან თავადი გრაფი თუ ანგელოზი, გასაგებია? და ვინ წაგართოთ მე ეს უფლება? არა, როგორ არა მქონდა ფურცელზე მარტო, ახლა მინდა ნამდვილი უფლება. ანუ უკეთეს გეტყვი, ხელი არ შეგვიშალოს არავინ, შეიძლება? რას ლაპარაკობთ? რას ბოდავთ? დახსნით სამსახურიდან ორივეს. კარგი. დღევანდელი პროკლამაციები თუ ნახე? კი, მე ვნახე მთელ ქალაქშია მოფანტული. ნაგე? შეგიძლია წაიკითხოთ. ქალაქი სადაც მსხვერპლზე მეტი მკვლელია. რა გვაცვია ტანზე, რა გვიცავს ამ სუცხში? კანონის ძონძები? ვისაც არ ეზარება რომ ნაფლეთ ხებს. ხო და დადგება დრო და გავშიშვლდებით და ველურებივით მოვედებით ქუჩებს. ვინ უნდა გააჩეროს სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი. აი მე რატომ მიბარეს მატინო? და ზუსტად ამიტომ უნდა წაგვიყვანო მე და სისო მატინოვთან. თქვენ რა გინდათ იქ? გვინდა. წაგვიყვანო მე და სისო მატინოვთან და დავარწმუნოთ რომ ხალხი უნდა გამოყვანოს. შეგიძლია ერთხელ მაინც დაგვიჯერო? რას მიყურებთ? გამოადგით ფეხი. დროზე. თბილისისგან როგორი განსხვავებული რითმი აქვს არა ამ ქალაქს? ო, აქ ეს კარგი ქაოსია. ეს ქაოსი ამ ქალაქის მაჯისზე. პორტო ფრანკო. რა პორტო ფრანკო? ქართულად ველაპარაკე რა. ბათუმი. ისე პორტო ფრანკო რო იცოდე შემოქიარი თავისუფალ ნავსადგურს ნიშნა. მართლა? ო. ეს ქალაქი კი ნაძირლების, ვაჭრების და ადვოკატების თავშესაფარია. ჯიბგირებს და გარეწრებს ბევრს ხედავ, მაგრამ პოლიტიკოსების და ადვოკატების რა გითხრი? პოლიტიკოსებს არც უნდა ხედავ დედათა. პოლიტიკოსები მართავენ და არ ჩანან. ვისაც ვერ ხედავ, იმისი არ მჯერა ლუკა. სწორედაც იქცევი. ბათუმს პოლიტიკოსები თუ დაღუპავენ და არა ჯიბგირები. აქ ძალიან დიდი ინტერესები იკვეთება. ვის რის იმიტაცება უნდა ვერ გაიგე. ზოგს ნავთობი უნდა, ზოგს იარაღი, ზოგს მონები. ეს რასაც ვხედავ. ორი ამდენი კიდე მიწის ქვეშ ხდება. ბათუმი ჩვენი ქარავანის ბოლო გაჩერება თუა, აქედან 1000-ობით ქარავანი მიდის ევროპაში. ყველას ეს გზა უნდა. ეს გზა ან დაგუპავს, ან გადაგვარჩენს. თუ დაღუპულები არ ვართ უკვე. ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, კი არა. რაც რუსეთმა ვერ წაგვართვა, ახლა ოსმალეთი დატრიალებს თავს როგორც ლეშს სვავები. არა უშავს. ყველაფერი გამოსწორდება ადრე თუ გვიან. ეხლა კი მივიღოთ ეს ქალაქი
როგორიც არის. ზღვაში გავცუროთ. რა იყო ბიჭო, რა გავაგორი ბოლო? ეჟოთხი. ვეშოთხი. რა იყო? ვეჟოთხი. ვეშოთხი. მიდი. ისე აქ ვიждებოდი თუ ციხეში რა მნიშვნელობა ქონდა. მე შეწწოს თუ ჩემი მოხარეს. შენ იცი რამ ხლა ისტორიული მომენტი მოხდა? ყაჩაღებმა და ჟანდარმერიამ ერთად გაგათავისუფლეს სოფლა, აბა? შალიკომ? შალიკოს მალე მოვა საჭმელს მოიტანს. შალიკომ მიესონას ჟვაბეღვინო ახო. ჩემი რაჭული ხვანჭკარა სადილზე წამალივით არის. ჟვაბეო ხო? წამალივითო. მასე რომ კურნალო, თელი საქართველო მიტევართ კაი დღეში. მე მაინც ჩემი ცოლიკა ორი მირჩევნია ყველაფერს. აბატო. მოდი ჩვენ ბიჭებს გზა დოულოცოთ. შვიდობით ეულოთ. აი, ვიჯვენს. მოკლე. შეჭინკა შენ. საიდან მოგვაგენი, ბიჭო? დევიან დავიბარა ბიჭას მიხედევ. სპიდა. დასონ. აბანეს დამბარეთ. რას დაიბარე, ბიჭო? აროსთან მინდა გავაგზავნო. პიფიანთან? წირვაზე იქნება ეკლესიაში. წერილი მიწერე, ბიჭო. წერილი. წერა იცი? ვიძგი. კიდევ კაი კეთილა და იდას უჯერებთ. მე ვიცი წერა მე და გაწაინეთ. აკაც. რამდენი ხანია აქ არ ყოფილა. ჩემო არჩევ. მე საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ლამაზია რა. მოგეწონათ ბათუმი ბიჭო? მოდი რა. უცებ დავამთავროთ ჩვენი საქმეები რა და ერთი გავწუროთ რა იმ ზღვაში რა. რომ იასონას ყიდან რა ამბობა. ჰა? ჯერ საქმე. ზღვაზე გასვლას მოასწრებ, მაგაზე არის ნერვიული. ბატონო არჯი. როგორ ახალ ბატონო არჯი? არა გუშავს ვართ. კარგად. სად არის ბატონი ქიბარი? ხო, აი ხა ქიბართან უნდა წავიდეთ. იცით ერთად გილას გველოდებათ ან საჩუქარი აქვს თქვენთვის. აჰა. ჯერაც ჩამოსულ ვართ და უკვე საჩუქარი. ხო მართლა გაიცანი. ქიარიმა, ლუკა, დავითი. დევისიც. ხო, წავიდეთ ქიბართან. გველოდება, აქ ისეთი ამბები ხდება ბატონო არჯი რომ რა ვიცი, მე მგონია ჯობია სადმე მშვიდად გილას ვისაუბროთ. თან ხო გაგიგიათ კედლებსაც ყურები აქვთ. დაბრძანდით. ჩემეთს გამოყევით. კი ბატონო. მამიოთან არ დავარებ. ბრძანეთ გავდა. ანუ ოჰო. აი ისინიც მოსულან.
ვინც ჩემზე და ჩემი ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. დასყედით. არც კი ვიცი, რითი დავიწყო. თქვენ არ იცით, რით დაიწყოთ? ეს მე არ ვიცი, საიდან დავიწყო. უკვე სახლში გვივარდებიან. ციხეში, პოლიციაში. თქვენი აზრით, ხომ არ მეტყვით, რატომ? ხალხი არ ყოფნის, ბატონო. ხალხი არ ყოფნით. აბა ესენი ვინ არიან? კიტა ლოლაძე და სისო აბიათარი თანამშრომლები. მოწინავე, კი. აბა ხალხი არ ყოფსო? არ არის საკმარისი, ბატონო. მომისმინეთ. მე ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ. სულ ჩემი ჯიბიდან გავიღო ხარჯები. და მე ნახოთ, როგორ დაიბრუნებთ ქალაქზე კონტროლს. ამ წამიდან ახალ კანონებს მივიღებთ. ყველა დამნაშავე და პროვოკატორი ადგილზე დაიხურდება. თუ არა გვაქვს კანონები, გვაქვს ანარქია. და ნურავის ეკონება, რომ კანონის დაცვა ლობიობა. გაიგეთ? რა თქმა უნდა. უკაცრავად. დიახ. თუ ნებას მომცემთ, მოგახსენებთ. ბრძანეთ. მოკლედ ჩვენ უკვე თვეების განმავლობაშია ვიძიებთ საქმეს. საქმეებს. და დავწმუნდით იმაში, რომ ამ საქმეებს შორის ბევრი კავშირია. კავშირი? დიახ. ბავშვების ვაჭრობით დაწყებული. გახსოვთ ჟანდარმერიასთან დატოვებული ბავშვები? მახსოვს? დაწყებული ბავშვების ვაჭრობით დამთავრებული სასმელის ფალსიფიკაციით. ჩვენმა ინფორმატორმა მისამართები მოგვაწოდა. რა მისამართები? დიახ, მისამართები და თუ თქვენი მხარდაჭერა გვექნება, ჩვენ ამ საქმეს წინ წავწევთ. ესენი ჩვეულებრივი ბანდიტები არ არიან. ეს ორგანიზებული დანაშაულის ქსელია. და რა იცით რა არის ამ მისამართზე? ეს მისამართები გადამოწმებული ინფორმაციაა. ძირითადად საწყობებად იყენებენ. ყველაფერი. იარაღი, ალკოჰოლი, კონტრაბანდა. არ ვიცი, შეიძლება ბავშვებიც ვიპოვოთ. და ვიზე გავალთ, ეგ უკვე აღარ ვიცი. კარგით. კარგით. ჩემი მხარდაჭერა გექნებათ. თავისუფლები ხართ. მადლობთ. მადლობთ. უმორჩილესად გთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ამ წერილს, რადგან აქ მოყვანილ ფაქტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე თქვენი კარიერისთვის. თქვენ სინალბად უკვე დევს პროკლამაცია, რომელიც ქალაქში გავრცელდა. ფურცელზე ნაწერი უკვე დიდი ხანია გავრცელებულია ხალხში. ისინი ვეღარ სუნთქავენ ქალაქი კრიმინალის მორევშია ჩაფლული. მორევი იზრდება, ჩქარდება და ყველაფერს ჩაყლაპით ემუქრება. გირჩევთ გადახედოთ თქვენს გარემოცვას და თქვენ უკეთ მიხვდებით, ვის სჭირდება გაძლიერება და ვისთან კავშირი გიქმნით საფრთხეს. თქვენი უცნობი მეგობარი. შეიძლება იყოს. ნუ
ლამაზი, მაგრამ ბინძო. შესავით ბინძო. ტიტე რა გაყვირე? ვა! კიბა, არჩილ. როგორ გამიხარდა შენი ნახვა, ჩემო ძმაო? მე ჩივა. როგორ ახლა? კარგად, არა მიშავს. მოკლედ შენ აქ თუ არ ჩამოგაკითხე, ესე კაცი. ხო იცი, სადაც სხვა არ არის, იქ ჩემი ადგილი არ არის. ვიცი, გაიცანი ჩემი მეგობრები. დავითი, დევი. ეს ლუკა და ქიარემი. თქვენმა სახელმა თქვენზე ადრე ჩამოაღწია ჩვენს ქალაქში. მოკლედ არჩილის მეგობრები ჩემი მეგობრები არიან. თქვენს გვერდით და თქვენს საქმეში მიგვიდეთ. იტემ თუ გითხრა რომ შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს. წამომძან. ბოლო ქარავანი რო გაუჩინარ და შენი წერილი მივიღე. რთული მისახვედრია არ იყო ვინ იდგა საქვის უკან. მაგრამ ვიღაცის დასტური მაინც მჭირდებოდა. ესე ჩვენი პატარა საჩუქარი. ჩვენი მეგობრის თავადი აბაშიძის კაცმა გაგვანდო საიდუმ. ტიფლისიდან გრიგოლისგან მოდის ბრძანებები. როგორც აღმოჩნდა, დასავლელი თავადები თავის საქმეს შემოარჩა ხუთიანზე ასრულებდა. ერთღებიან ზაღლიშვილები. მადა გაიხსნათ ბიჭებს. თან დასავლელი თავადები და ოსმალები ეხმარებიან. მოკლედ, ბიჭებო, ჩვენი ქარავნებით დაისქელეს ჯიბეები. მარტო ქარავნებით არა. ამილახვარი მამამისის დატოვებული საქმითაც ბევრ შოულს. ჩემი ბიჭების გულის ატკივარი სწორედაც ეგ არის. აღმოსავლეთში წამდაუწომ ბავშვები იკარგებიან. დარწმუნებული ვარ ამილახვარის ხელი ურევია. აქ ვიყავს პარტნიორი ხომ არის? იგივე ვინც მამამის ყავდა. ალი-ფაშა. გამიგია. ზედმეტად დიდი თევზია იქ ჩვენთვის შემოაჩი. ზედმეტად დიდი თევზი. ჩვენ ჯობია ჩვენ საქმეს მივხედოთ. მტერი შინაური არ გვაკლია, ეხა გარეული დაუმატოთ. და რა ვქნათ? ვისხდეთ ესე სანამ ამილახვარი ეზოებიდან ბავშვებს არ წაგვართმევს თუ? ჩემო ლუკა. ამილახრები მე თქვენსავით მეზიზღე. აი ეს ნანგრევები ჩვენი საგვარეულო სახლი იყო. ადრე აქ იკრიბებოდა ყველა, ვისაც დასავლეთში რამე ეთქმოდა და ამილახრების წინააღმდეგ იყო განწყობილი. ერთ-ერთი ესეთი შეკრების შემდეგ, როცა მამაჩემს გასტუმრებული ყავდა სტუმრები და მშვიდად ეძინა მთელ ჩემს ოჯახს, შემთხვევით სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევით ისე მოხდა, რომ ყველა კარი ჩაკეტილი იყო. და შემთხვევით ამილახრებიც გარეთ იყო. მე კი პატარა შემთხვევით გადავჭი. აი ესაა ჩემი ისტორია. მესმის შენი ქება. კარგით. ამილახვარზე შურის საძიებელი მიზეზი არ დაილევა ამ ქვეყანას. მაგრამ შურის ზებას აჩქარება არ უყვარს. აი ამიტომაც ვარ გაჩერებული ჩემო არჩილამდელი ხანი. როდემდე უნდა ვითვინოთ რეალით. მოთმენასაც აღარ აქვს ამიტომ. დიდი ხანია ომში ვართ. ხო და ეს ომი როგორ არ უნდა წავაგოთ მეგობრებო, ამას საღამოს გაჩვენებთ. ჩვენმა აფხაზმა მეგობრებმა ძალიან კარგი საჩუქარი გაგვიგეთეს. გზებზე კონტროლსაც დავიბრუნებთ და უფრო მეტსაც ვიზამთ. რა საჩუქარია? ეგ არის რაც არის შემოარჩი. გერმანული ზარბაზანი.
ეხლა რამდენიც გინდა გელაპარაკო, მაინც ვერ გაიგებ, სანამ შენი თვალით არ ნახავ და ხელში არ დაიჭირე. ვა! ახალი ტოპები გვექნება? საღამოს რესტორანში შევხვდებით ჩვენ აფხაზიებს. დავით. ტიტე სახლამდე მიგაცილებთ არჩ. მიხედე. წმინდა იოანე მოციქული ამბობს. ამ ქვეყნის ყოველი სიბრძნე რომ შეიძლება და სიყვარული არ გაგაჩნდეს. რა ხარ მაშინ? რა და ჟღარულა რავალი. სიყვარულია მართლმადიდებლობის ანი და ჰოე. თავად ღმერთია სიყვარული. მაცხოვარი იმასაც კი მოგიწოდებს, რომ მტერსაც სიყვარულით მოვეპყროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მარიამ, ხო? დიახ. ყიფია. დიახ, შენ? და წვირას მეგობარი. ეს წელი კიდე წვირან შამს გავამატე. ისე მართლა ამას ყოფილ. ოჩახ მიჭებო, კარგი იყო, კარგი. გეუბნებოდი მე შენ. უცნობად გამოყვა ყველაფერზე. ჰა? თქვენ რა სიტყვით? რა მნიშვნელობაა მაგას ხო დაგთან ხარა? ეგეც მართალია ხო? როდის ვიწყებ დღესვე? ო, მომზადებით და დავიწყებ რა რა იყო. წავალ სახში ცოლშუს მომეფერებით. იქნება ვიღაც ბრუტიანმა ტყვიაც კი მხიო შუბში, რა ვიცი. რა ვიცი. ახლა რა ნერვიულობს? ოპა. აი რა მომასწრე მიხდება ხდება. ორ მაგ თამაში თამაშობს ეს შენი მატინავი როგორც ყოველთვის. მე რა თამაშის წესებს ვთვლის, ვისაც აქამდე ვერ ვეკარებოდ, ეხლა მე გუშეიგარი და ეგრე ადრე. დღევანდელი დღე გვიჩვენებს ვინ ვის თამაშს თამაშობს. შენ შაქარი. არ მეყვარს ეს შაქარი. გამოთქმა ეგეთი აკლები. მომიზადოთ და დავიწყოთ. შემერცებარებოდეთ. ისინი და რა შევიან ჩვენი ბიჭები ახლა, აუ? ნახავდა ის, ნახავდა ზღვას. ვინ? კი არიმა ბიჭო. კი არიმა, რა მინატრება რა ფერ? კაი ბიჭო, დამშვიდი, დაწყნარდი, დამშვიდი და მოვა, აბა საწავა რა იყო. აი, მოვედით. ნუ არ ვიუღობ, ძალიან ამასი ხარ. წამოდი. შენიც ბაბუაჩემ რას მეუბნებოდა? შენ კი არა სიყვარულმა გადარია ტარიელი. შევოდი მარო. გამარჯობა. გადი ვიჯანას დამიდექი. გადი. დაქტორ თუ გასრავად? არ მეგონა თუ მოხვიდოდი.
გაჩუქებ მაგი არ აქვს, ბიჭო, გაჩუქებ. თქვენი მცველები თავს გავიდნენ, ბატონო ჩემო. თქვენ ორსე გარ უნდა გაგიკვირდეთ. იარაღიც ჩამოგვართვეს. იმიტომ რომ უაზროთ უმისდოთ და უშედეგოდ იყენებდით. რა მოხდა გუშინ ჟანდარმერიაში? გრიგოლის ძმის მკვლელი დაიჭირეს. ჟანდარმერია იმიტომ არსებობს, რომ მკვლელები დაიჭირონ. რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ შკუაზე დადიხართ. შური უნდა გვეძია. ისზე. ჟანდარმებზე? ხელი შეგვიშალეს ბატონო ჩემო. თქვენ სულ ვიღაც გიშლით ხელს. საბოლოოდ კი მევზარალდები. ჟანდარმერიაში ჩვენს გარდა კიდევ სხვაებიც იყვნენ. მაგრამ მაინტერესებს ვინ იყვნენ და რა იყვნენ. თქვენი პირადი შურიზიების გამო მომინდომეთა ქალაქი თავზე დაიმხეთ. აი ეს შექმნილი უხერხულობის გამო. პროკლამაციებზე რას მეტყვით? იარაღი, სპირტი, კონტრაბანდა, ბავშვები და ვაჭრობა. ყველაფერს თქვენ გაბრალებენ. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ შეიძლება ბეჭდავდეს და ავრცელებდეს, მაგრამ გვპირდებით ყველაფერს გავარკვევთ. და აი ბავშვებს რაც შეეხება, ეგ ჩვენს ძალიან გვაინტერესებს. აღარ მაინტერესებს, გაიგებთ თუ არა? დღეიდან ამ ოთახის შემოსასვლელს დაივიწყებთ. ჩემს სახელსაც. კი, მაგრამ დამთავრდა. ბატონო. კანონს უბთხილდით, თავადო ამილახვარო. კანონს. სულ 31 ის. პრობლემებია ვალიფაშა. აღმოსავლეთში ტყეში გავარდნილებმა რამდენიმე ქარავანი გაიდაცეს. ტყეში გავარდნილები. მიმზიდველი აქვს მირობა, მაგრამ სწორედ ის ხალხი გამოუყვანს წირვას, ვისაც ასე იცავენ. მალე მოუღებთ მაგათ ბოლოს, დასაქონელსაც უფრო ხშირად ჩამოვიყვანთ ხოლმე. აღარ არის საჭირო. ეს არის ბოლო, რასაც ვიღებ. ნუ გეშინია ასლანბეი, წარიელ-ტარიელს არ დაგტოვე. უბრალოდ ამ საქმიდან ხელი უნდა ავიღოთ. არ შეიძლება ერთ და იგივე საქმე აკეთო 20 წელი. პროგრესია საჭირო, ჩემო ასლან, პროგრესი. ახალი საუკუნე გვაძლევს ამის საშუალებას და რატომ დავჭეთ ამ შუა საუკუნეების საქმეში? ახალ საქმეს რისკი ახლავს. და მე რა, ჩვენ რისკის გვეშინია? ხო, მაგრამ რისკი გამართლებული უნდა იყოს. ასლან, შავი ოქროს შესახებ თუ ხსნენია რამე? კი? პატარა ხანში ყველა ძაღლი და მამა ძაღლი ნავთობით დაიწყებს ხელის მოწყობას. აი ეს თქვენი პატარა ქვეყანა კი ნავთობის წინვალე გამტარი იქნება. პოლიტიკა იცვლება, ჩემო მეგობარო. ტერი შეიძლება მოყვარე გახდეს და მოყვარე კი მტრად გვიქცეს. ასე რომ დღეს საღამოს სოროკინთან დიდი მოლაპარაკება გვექნება. ამ საქმეს კი დავსვანებ. გასაგებია. ოდა ძალიან კარგი თუ გასაგებია. ეხლა კი კარგად მომისვინე. ამილახვარს დეპეშა გაუგზავნე. ძალიან მალე შევხვდები. მე მასთან ჩემი პირადი ანგარიშები მქონს. ოთხი კაცი აქ დარჩებით, ერთი ცოტა ხანში მზად ვიქნები.
შენ გამოყო. ეხლა მომისმინეთ. რთული დავალება და დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. აბა ჩვენ მეცით ეხლა და ჩვენმა კაცობამ. ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ იარაღის ამოღება არ ვაცალოთ. ნახე რა ტექსტი მოარტყა. რაღა შენ და რაღა აღმაშენებელი. მოიცა ეხლა კაცო, მოიცა. რატო გაი აღმაშენებელი რა გინდა? რიცხობრივი უპირატესობა ჩვენია. მოულოდნელობის ეფექტი ჩვენია. უკეთესი იარაღი ჩვენია და მეტი რა გვინდა? მოდიხიჩ. ბიჭები ძირათ არიან. შენ ჯობია ეგ შემართება შემოინახო გრიგოლის საწყობებისთვის მოდახიჩ. და გრიგოლის საწყობში რა ხდება? კარგია, ხდება თუ ხდება მთელი ბატალიონია. მაგრამ აქაც კარგად ბლომად არის. ამათაც მოვერევით, მაგათაც მოვერევით. მოდახიჩ. იმათაც მოვერევით, ყველას მოვერევით. შენ დაწყნარდი ხე? Uite! Dabla, ne çekiyorsun? Dedem toze dabla. Dabla seni, dedem. გაიძე, აბიჭوار, ვინ არის? არა, ვინ არის? არავინაა ცარიელი. დროზე ჩალი დაბლა, შეამოწ. უთქვენი დედამ. თქვენი დედამ. ვინ არის შენიელი არა? აიწია თქვენი დედამ. დროზე შედი. თქვენ ხორიშვილებო. თქვენი დედამ. თქვენ ხორიშვილებო. აბარა, თქვენ რა გეგონა თქვენი დედამ. გახსენე მაშ. ადადი. ჰა? იარაღები ყოფილა ამათი დედამ, ამათი. ჰა? ეგეც ჩვენი გრიგოლის მისამართი. რას დადიხარ ამჯერად? რა გიდევ შენ წინდები? არა, იარაღი. ეხლა მომისმინე. უცებ უნდა დავესხა თავს. იქამდე უნდა მოვკვდოთ, სანამ მიხდებიან ხელში წაუჭიეთ. შენ ამათ იმედი მაინც მიგექნება, იმიტომ რომ გახსოვს როგორ ჩაიჯვეს პირველ დასრულას. აი შენ გაადაგე რა. ისეთი გეგმა მაქვს, ყველაფერი მაგრა იქნება. ის რა, ამინ. ეხლა მომისმინე. აიყვან ამ ბიჭებს, ნახევარს წაიყვან. და შემოუვლის სარდაფს. აქედან მე წამოვიყვან. შენ იქიდან ატეხავს როლას. მე იქიდან ამტეხავს. აი იდეა, ხო ის კაი. ის დედა მოტყულს უაცდება და მე მოვხვდება როგორ არის მე ეს. აი, მოგეს. კაი, მორდეხი კაი, ხო? რა? კუბური ცეცხლი. ნავთის ბომბი თუ გინათ? სისოს კოქტეილი დაარქვით. რა შეიძლება? როზე გამოვაქვია რა. მიდით მეჭება, მიდით! მიდით! დაკალით დახოცეთ, შეჭამეთ, დახვრიტეთ, მაგათი დედა მოვთხალმე!
კარგია, ოჯახ? როგორია? იმუშავიათ? სულ ისინი არიან? არა, ის შენი გაშვებული ჟანდარმერიიდან გაიქცა. კი ბატონო, ხო, კი ბატონო, კი. იქ გვექნება ჩვენ სალაპარაკო, იქ, ჩვენთან. ეს რა? კარაბინი. ეს აიდან? ოჯახ მიჯება, ოჯახ. როგორი შეგრძნება ამ ორდეხით საქმეს რო აკეთებ და შედეგს რო ხედავ? დღეს პირველად დამეძინება. 7-ად. ოჯახ მიჯება. წამოვათვიეთ მაგენი. მოგიდე მოგეხი. გიგოს ყოჩა ხარა? კი ბატონო. აი ბიჭების მოინე. სალამი. ლამაზია ქაო. როგორ ხარ ჩემოდი? არა მიშას. შვენიერი ადგილი. აი ქუჩაში თუ ვინმე მამაძახს ვერ ნახავთ, აქ აუცილებლად შევხვდებით ბატონო არჩი. მე კი მემუქნებოდი კარგ ადგილას. არა, კარგი ადგილია, მაგრამ ხანდახან ცუდი ხალხით სტუმრობს. ცუდი ხალხით ვერ გაგვაკვირვებთ. ფრანგული სამზარეულით გაგაკვირვებთ ბატონო ლუკა. შეიძლება. საომშვიდობის. როგორ ხარ? ეს შენ? საომშვიდობის. მობიზანი დაჯექი. დაჯექი ბიჭო. როგორ მოგეწონა ჩვენი ქალაქი? ძალიან კარგი ქალაქი. მოკლედ დღეს ცოტა გავერთოთ, ცოტა საქმეზე ვილაპარაკოთ. აუცილებლად. აბა რა ხდება? ჩემო კიბო. მისმენ? ეს ტალახი რა. მაგ ტალახს ყავას ეძახიან, ჩემო ქიარი. ათრო? პირიქით აფხიზლებს. ოსმალოები ხელ ქვიშაზე აკეთებენ. მოკლედ გასინჯე, თუ არ მოგეწონა ჩვენებურ ჩაი შემოგთავაზ. ისმევა. ესე იგი სამზარეულო ფრანგული, ყავა ოსმალური, იარაღი გერმანული, ამე ქართული დარჩა ამ ქალაქში. აი გარი ახალი დრო ჩემო ლუკა. ადრე ლიხსიქითა ხალხი ლიხს აქეთ არ გადმოდია. იზარი. ეხლა კიდე სხვა დროა. მატრებოში დაიძინებ, გაიღვიძებ და ბათუმში ხარ. მართალია ხიბარ. დრო მიდის. აი ამ დროში ყველამ ჩვენი სარგებელი უნდა ვნახოთ. აი როგორც იმ ბატონები. ეს სოროკინი არ არის? ეგ არის. ეს მეორე ლალიფაშა. შენ რო კითხულობ. რუსი მოხელე, თურქი ყაჩაღი და ქართული თავადები რაზე უნდა ლაპარაკობდნენ შენი აზრით, ლუკა? არ ლაპარაკობენ. ალბათ საქართველოს იყოფენ. აი, ეს უნდა გასინჯოთ, ნაღდი კახურია. აკაური ღვინო, მაინც და მაინც არ ვარგა. საქართველოში ყველაზე კარგი ღვინოს აღმოსავლეთში აყენებენ. თვითონ ბუნებამ დაყვეს ქვეყანა ორად და ჩვენ ვინ ვართ მის კანონებს რომ შევეწინააღმდეგოთ. შენ ჩემო დიმიტრი არყის ქვეყნიდან ხარ. ამიტომ ლიხსიქით. მაშინ ამიერიდან აღმოსავლეთი ჩვენი იქნება და დასავლეთი თქვენი. ოილე ჩვენ რაღაც გვიტოვებთ, ლალიფაშა, ჩვენ? ასლანბეი, კეც. დამშვიდით, ასლანბეი, დამშვიდით. თავარია, ჩვენი წამოწყებული დიდი საქმე წარმატებით დასრულდეს. და ამ წარმატებისთვის საჭიროა ჯერ ტყვია მოხვდეს შუბში მატინოს. და მერე მილიონის შესაძლებლობები თქვენ. ჩვენ თანახმავართ. სალუტ. Çok güzel.
ხო და აი სოროკინი ბოლო 2 თვეა ძალიან ხშირად სტუმრობს ბათუმს. რატო? ნამდვილად არ არის. ძრავად მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, სანამ კერიზი მოვა, შეგვიძლია სარდაფში ჩავიდეთ და ჩვენი აფხაზი მეგობრების საჩუქარი მოვიდახო. კი ბატონო. დავიდეთ. გაიცანი არჩილ ჩვენი აფხაზი ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი. ახრა და თარეში. სასიამოვნოა. კიბარას მეგობრები ჩვენი მეგობრებიც არიან. დიდი ხანია თქვენსკენ არ ყოფილ ვარ. რა ხდება იქით? როგორც ყოველთვის არჩილ. როგორც ყოველთვის უცხო ტომელებმა წამოყვეს თავი. თელ ქვეყანაში არეულობა. ხო და ამიტომაც უნდა დავხვდეთ კარგად შეიარაღებულები. კარგით მეგობრებო, ახრა სტუნებს აჩვენეთ ჩვენი სათამაშოები. აუზერი. შეიძლება? გერმანული ზარბაზანი. ყველაზე ძლიერი და ზუსტი იარაღი. კალიბრი 7 და 63, 25 მმ. სიგრძე 290 მმ. წონა კილო და 200. ნაგანზე 5 ჯერ სწრაფია. თქვენი თოფები ამასთან შედარებით ალბათ ხისგან გამოთვლილი სათამაშოები გეგონებათ. მოკლედ ჩემო არჩილ აი მე იარაღზე გესაუბრებოდი. დიდ მოგებაზე და უპირატესობაზეა საუბარი. ჩვენი ძველი საქმიანობა, ეს გადაზიდვები, გადმოზიდვები შეგვიძლია საერთოდ დავივიწყოთ. როდემდე უნდა ვახრიგინოთ სხვისი ტვირთი. ჩვენ საქმეს მივხედავთ. მთელი კავკასია იარაღდება, რაღაც სხვა მოითხოვს, ხელი როცა ჩვენ აქ ვართ, და რამდენი ყუთია? ჯერჯერობით 12. მაგრამ ძალიან მალე კიდევ გვექნება, ხომ მოსია? რა თქმა უნდა. ეს პირველი ხელი ჩვენგან საჩუქრად. გზაზე კონტროლის დაწესებაში აუცილებლად დაგვეხმარება. თბილისში ისეთი არეულობაა 12-ვე ავიღებთ. ეს მქონოდა ჟანდარმერიაში? ჟანდარმერიაში რა ხდებოდა? ისეთი არაფერი. ამილახვარის ხალხთან პატარა უთანხმოება მოგვივიდა. მაპატი მეგობარო. უნდა გიღავ. რას დაარქო ქიენ? აუცილებლად ქალის სახელი უნდა ერქვას. და ძმათ ნაფიცებით უნდა იყოს. ბატონებო, ჩვენი კერძი ალბათ მზად იქნება. ავიდეთ, არ დავაგვიანოთ. ავიდეთ. სასრაფო საქმე მაქვს. რა ხდება? კიდევ რამე ახალი საჩუქარი გვაქვს, გრიგო? მამა შენის მეგობარმა მატინოვმა უბრალოდ კი არ მიგვატოვა. აბა კიდევ რა? ის რომ ხალხი მოგიქცია ყველა ვისაც იარაღი აქვს და ფორმაცია. ეგ. ესე იგი ახალი მეგობრები გაუჩენია ბიძია მატინოვს. ისე ინფორმიან და იარაღიან ხალხში შენი ცოლის ძმა ცხომარულებია. გრიგოლ? შემთხვევით. ლევან, თუ ჩემი ცოლის ძმა ურევია, მე თვითონ მივხედავ. შენი რჩევა არ მჭირდება ძმაო. ო, კარგი. შევთანხმდით? კარგი. კიდე რა ხდება?
მომისმინე. თბილისის 4-ვე იარაღის საწყობი აუწევიათ. ხალხი დაუხოცავთ. ალბათ ბრძანება იყო ასეთი. ეს ომს ნიშნავს ძმაო. ომს. ლევან, ისიც კი მიკვირს მატინოვმა კაბინეტში რატომ არ დაგვიტოვა და წასვლის საშუალება რატომ მოგცა. ალბათ გაითვალისწინა მისი მეგობარი, მამა შენი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქი უნდა დავტოვოთ დროზე. მომისმინე ახლა. მე ესე არასოდეს გავჩერებულ ვარ და არც არასდროს გავჩერდები. ეს მეუნები რას ვთავაზობ? რომ ესე ავდგე და წავიდე? არა. ეგრე არ გამოვა, გრიგო. არ გამოვა და მორჩა. კი ბატონო. შენთან ვარ, ვიყავი და ვიქნები ყოველთვის ძმაო. ძალიან კარგი. მაგრამ ერთი მიზეზიც არსებობს. ალიფაშამ წერილი გამოგვიგზავნა. ალბათ ვალის დაბრუნებას ითხოვს. კარგი, შევხვდები. შევხვდები. და რაც იქნება, იქნება. ისე მოსაკლავად არ ამგონია მიბარებდეს. კარგად მიცნობს. და იცის, რომ ეგრე არ ჩავიდოდი. ლევანი. როგორ ფიქრობ, არჩილი ურევია ამ საქმეში? არა. არა. არ მგონია. მაგას ისედაც ბევრი საფიქრალი აქვს. და დამიჯერეთ, ცოტა ხანში მისი ადგილი ამ ქალაქში აღარ იქნება. გასაგებია? ბატონო ლევან. შემოდი. დასვენ. ცოცხლები ხართ? რა მოხდა? ბატონო ლევან. ყველაფერი აიხეს. ვინ? ჟანდარმები. უკაცრავად თქვენი ცოლის ძმა რო არის, კიდა. აი ეს იყო. მაგის მეგობარი სისო და 1.20-30 კაცი. მე და ჩერქეზა ძლივს გადავრჩით. უცებად ახესროლა. ოჩახ მაგათ, ოჩახ. რას გეუნებოდი, გრიგო? მივხედავ. მე თვითონ მივხედავ. ბატონო ლევან. ომი დაიწყო. და მგონი ამ ომში მარტო დავრჩით. ქიარი. დაწიკი დაიზინე ხვალ დილით უნდა ავდე. კი ბატონო, კი ბატონო. როგორ დაიზინე, დაიზინე, წავ. ხასობა და ვემე. ჭამე, ხო, ჭამე. მოიგზავნა. ხო. კრუასანები. ხო. დაწიკი დაიზინე. აგიზინე? ხო. მე შევიჯი. ძილინებისა ბატონო არჩი. ბატონო არჩი? კაბილი ზილი? კეთილი ანგელოზები. კი არის. ო! ეგენსვარ, ბიჭო. როგორ მიხვარხართ, არის? აი, Porto Branco. ეგენსვარ, ბიჭო. როგორ მიხვარხართ, ნეტა ვიცხდი. კი არის. დავიძინეთ. აი. Porto Branco. აი. ეხა კარგი ხალი. კარგი ქიარი, კარგი, დაიძინე, რა დროს ხალია? დაიძინე. შენ უყურე ტყეში 2 წელი იასონას ტრაქს. როგორ ბანობს ტაბაში? მე ნახა, როგორ მოგენატრება ხალი.
გოგო ბიჭო. გოგო. იმ დღეს ის გოგო მომიაცილე. ელენე. რა კიდია? არაფერი კი არა, მევაცი. კარგი გოგო ელენე. სუფთა. ანგელოზივით ლამაზი. გაუფრთხილდი ძმაო. გაუფრთხილდი. გაუფრთხილდები. კარგი დაიძი. მე ვერ გაუფრთხილდი. ცოტაც მოიწია. ვინ გამოგზავნა? დათა გამოიყვანა. მოგეწავშენი. ინახავარ დაგხოსამ. როგორ ხარ ბიჭო? არი თქვი ვინ გამოგზავნა? ენა არ ქონია ამ ძაღლიშვილს. შამისულს მადლიჭერს ხო ავიჭუ
ცხენს ხემისიმს სიმიგუ რწმენა ლექს ფარი ხმალს ბედი წამს ოქროთვალს კარიგებს უცლის ზღვებს სადახ ცეცხლი მზეს ფესვიცას აზრი გზას ცოდნა ერს არსი დროს ხელი ხელ ჯანი გულს მზერა შორს იქაც თოვს ბარდნის მთელს იქაც წვიმს იქაც თოვს იქაც დევს